გამარჯობათ ხალხნებო. აი მან დახედავთ ჭურჭელს, რომელიც წუხელს აგროვდა მე რომ მეცინა. და საიდან მაგდენი არ ვიცი. კარტოფილის კერძი და ოსპი. ეს ღია დავტოვოთ, ორივე გავაცხელე, ხა ივანე ჩამოვა და ან ერთ შეჭამს, ან მეორეს, ან ორივეს. ჩვენ კი ამასობაში ყავა მოვადუღოთ. საჭმელი არ მინდა, ვაშლი მივირთვი. ხალათზე მეტყობა, რომ ცივა, ხო ცივა, ძალიან. ხა იყოს ეს არა, მაიკა. ცივა თან საკმაოდ ხალხმა. დიდად ეხა ყავა მინდა მეთქი ვერ გეტყვი. აი ცოტა რა ვიქნებ ენერგიაზე მომიყვანოს, იმიტომ რომ ეხა საწოლის ასალაგებლად რო შევიდე, სავარაუდოდ წამოვწევი. ამიტომ გუშინ ივანეს საროჭი არ დამიხატია. მიფიქრე რომ ხვალ დავხატავ მეთქი. დღესაც. და ამასობაში ორი საროჭი გამომიტანეს. ისე გუში რომ არ მეზარმაცა და ლაშას კომპიუტერით კონტურული ის გამეკეთებინა, ეხა დავხატავდი. ერთი უნდა ვცადო. რაიმე იცი რომ ვერ დახატი მომივიდა ხალხო. შაშან 4 დავხატე და შაშან 5. და დღეს ჩამიგდეს წელს და ამის დახატვა შეგიძლიაო და სიცილი დავწერებით უკვე ზეპირად ვიცი. ეცადე აიმე გადიქათამო. შაშან 4 დავხატე, შაშაწი დავხატე ეს 5 და მეთქი ამას კი წეს არ უნდა ეს. ეს მაქვს დასახატი და მე მგონი სვანური კოშკი არის ან ხევსურეთი. რაღაცა ეგ სტილსა კარგად არ დავაკვირდი. ბნელი ის არის რა. სურათია რაღაცნაირი, აი ღამის სურათია, მოიცა აქ მაქვს. ეგ ორი მაქვს დასახატი. ეხლა რაც ვიცი. მოიცადე. აი რაღაც აი სამაქვს დასახატი. ხო და აბა ერთი მეთქი სანაბლას შემოვიქნებ ეს ვცადო. პატარა კომპიუტერზე გავშალო და ისე გავაკეთო, რამდენად გამოვა. კატებს მოუხაშე ფეხები და კატრის ფეხები. ხო და როგორ მელოდებია რომ დაუყალო, ჯერ არ დამიყრე რომ ცხელია თქო და გადავხატე ცოტა გაგრიგდეს. როგორ მელოდება ჩემი ლამაზი. ფუმფულა. შია ჩემო სიცოცხლე. აი ყავა დავასხა და წამოვა. ავაქის მქონდა აი ეს სამითრიერი ხო. გუშინ მიუხედავად იმისა რომ ადრე დავწექი, ძალიან კარგად მეძინა, კარგად გამოვიძინე და ჩემი ნებით ავდექი ლაშას არ გაუღვიძებივარ. ეხლა წავიდეთ და გაჭრევ, კაი? შია? ვისა შია ძალიან? ჰა? ვისო? ძალიან ვისა შია? შენ? მოდიჩე. მოიცადე შევიკრა. მოდი ჯემი გოჭი. მოდი. მოდი დედასთან, ჩემო ცხოვრება, მოდი როგორ მიყვარ, მოდი. მოდი. არ მოდი ხარ? ნუ მალოდინე, მოდი. ჩემი პატარა ბიჭი არის ეს როგორ მიყვარ, ჩემო ცხოვრება. წავიდეთ ახლა ჩემო სიხარულა და გაჭი. მომხედე? მან არაფერი არ არის მივიყურე. გოჭო მომხედე. ჩემი გოჭი, ჩემი ბიჭი არის. ეს კუდი დავიჭიროთ, ოპა. გახვედებ და წერღანში.
მე რა გაკინული ფეფები გოგდე ლაბაზო გადმოვიდა ყავა ლაპარაკში. აი ხოდგევარ მე ვიღებ დამეცო. აი ხოდგევარ ხოლმე. არ არსებობს რომ რაღაცა არ გადმომივიდეს. წამოიხა დაგისხავ გაჭმევ. დაგისხავ რაღაცა მოგცემ თითო ფეხუცებს. და მე წავალ ყავაზე. ის დაიჭირა მაშინ. ჩახვალ, ჩათი. ეს დავკეტოთ. წავედით ჭამა საჭმელად. წამოჩემო ფუმფულა. ვაიმე ჩემი სიცოცხლეა ეს მეორე. სად არის ქალბატონი? აი. აქ ცოტა დასტოინი ქალია. აი, რო შეხვეწები და რო მორჩები ხვეწმას, მე მოვა რა. ისე ხომ მომდევეთ. ამას არ მიეკაროთ რა, რა გიდა შენ. დაიწი. ვიცი, შიათ. ეს არის ისა ვამპირი. რა ქვია იმ კინოში ვამპირს? დრაკულა. ეხა ეს არის ცხელი 2 წუთი. ხო შეიძლება რომ მოიცმინო. ძალიან ლამაზი. მიდი შენ აქ. შენ აქ, მოდი. აქ პანდას ადგილას შენ. და ქალბატონო დეიდა მოგძანდი შენ. აღლა მოდი. აი აქ. აი აქ. ეს. ცხელი ახლა არ უტყა ფეხები და ხელები, დააცა და გაცივდეს. მე ჩაგდებს ხოლმე ძირს. ეხლა რამდენია მოუღო და წაუღოთ ტუპის. მაგრამ ეხლა ის მეხვდება ის ბებრუხანა რომ ეს არის ცხელი. დააცა და გაცივდება. აი ეს. წაუღებთ აი ეს სახურავით. მაღლა რა ვიცი წუხელ სანამ წავიდოდი უფრო ფეხბურთზე მანამდე დავალაგე და წესით აღარ უნდა იყოს დასალაგებელი, ამიტომ შეგვიძლია ლოგინის ალაგების შემდეგ დავიწყოთ თუ დავხატე პატარა კომპიუტერით. იმიტომ ძალიან დეტალიზებული არ არის ეს ნახატი და შეიძლება გამოვიდეს. და ერთი ნახატი მოვიცილოთ. გახსოვთ გუში წინებში რომ ბურთებიანი ნახატი დავხატე სახლის. ბევრი ბურთები გვაქვს, აი მულტფილმის პერსონაჟი. მულტფილმი და როა, სახლი ბევრი ბურთებით. ეგეთი მაგ კიდევ მომიტანენ ამ დღეებში. და დღეს იმიტომ ჩქარობ რომ საღამოს კიდევ ერთი უნდა მომიტანო. შაშან Facebook-ი რომ მოგონებას აგდებს ხოლმე, ხო იცით? შაშან ქონია 31 ნახატი დახატული. ეხლა ან მე-20, ან 21. ანუ 10 ნახატით წინ ვიყავი შაშანდელი. შაშან რა. მაგრამ შაშან 4-ს ვხატავდი ხოლმე და 3-ს ერთ დღისით. წავიდით. ავა გავიტანეთ. მაღლა ავიტანეთ. და დღეს მინდა ერთ-ერთ სასაცილო თემაზე ვისაუბროთ. ჩემთვის სასაცილოა და ბევრისთვისაც სასაცილო იქნება. არ ამკითხე ხალხი როა და რაღაცეები. მაგაზე მინდა ვილაპარაკო. იმედია ჯებიყავა. აი, მარჯვენა ხელითაც ხო იგივენაირად მოძრავ და მიმაქ, მაგრამ მარცხენა ხელით რომ მიმაქ მითახთახებს. დაიცა თორე დავღური. გაგიმარჯვეთ. იმიტომ რომ რაც იღურება ხოლმე ყველაზე გემრიელია, მიყვარს კაფე.
ნინოს ფორმა ქანაობს. დილის სარზე ამოვიღე. ამოვჭეჭყე ხელით. მანქანაში არ ვაგდებ, რა მეშინია. ვეგედედა. რა არ გავაფუჭო. ივანე, ორივე მზათა გაცხელებულია და ჩადი სანამ გაცივდება. ჰა? ისიც ხო შევდგი წეღან და მე ოსპი შევდგი და გამოვიღე ორივე და მიდი ჩადი. ის უკვე შედგმული მქონდა და რა მე შევჭა. თუ გინდა ჭამეში. ეხა სად ვაი და დავჯდეთ ორი? ქაქან. ქათმები ხო გამოუშკი. ვაი ბედედა, უკაცრავად წაგივიდათ, რამდენი ხანი არ წაგფლიათ. აი ესე. აიცა, ჯიბები დავაცარიე ლორები მაქვს. არ აქვს საფეთკი მაქვს. აქ ტელეფონი. რამდენიმე დღის წინ რო გითხარით, ხო იცით? შეიძლება მეთქი სეულში წავიდე მეთქი ჩემ სასწავლებელში. არა, სწავლას არ ვაპირებ. რაღაცა მათემატიკის რაღაცა ისაქნეს და არჩიეს ბავშვები და თუ მათემატიკაზე ვინც კარგად არის თუ როგორ უნდა ვთქვა რა, ვისაც უყვარს თუ რაღაც ერთ სიტყვით და ნინოც აირჩა მოკლედ და უნდა გავყვე ყველა ვარიანტში. წესით რა ვიცი. მგონი რომ გავყვებით მშობლები. ზედად მივყვებით ხოლმე. ხო და ესე იგი მე სეუ მაქვს დამთავრებული ივანეზე ვიყავი ფეხმძიმედ რომ მე ზოგადად ხო სულ ფეხმძიმედ ხო და მაშინ ვიყავი ბოლოჯერ იმდენად მომენატრა ის სიტუაცია რომ ნახო მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ აი მაქსიმალურად არის შეცვლილი ყველაფერი ვიდეოები რო ახოლმე და რაღაცეები ნახულობ რომ აი იმ სეუდან არც არაფერი არაა დარჩენილი, რაც ეხლა არის. თან იმ პერიოდში ის სეუ ახალი გახსნილი იყო. მანამდე სხვაგან ვსწავლობდი, სხვაგან რა არის, სხვა კორპუსები ჰქონდა ნაქირავები სეუს და მანდ ვიყავით და მე ბოლო წელს ერთი წელიწად ნახევარი მგონი ვიარეთ მანდ ახალაშენებულ კორპუსში და ძალიან კარგი იყო რა და ეხლა ხო უფრო განვითარდა და უფრო კაი გახდა. ხო და დიდი სიამოვნებით წავალ და ვნახავ. და თქვენ წაგიყვანთ რა თქმა უნდა. ბევრს აღარ გავაგრძელებ და მინდა ერთ-ერთ თემაზე გადავიდე. მეცინება ხოლმე მამას რო იმას ვიზავ რა წარმოვიდგენ. რომ აი ვიღაცა რო გაიგებს რომ ვიღაცა არის ფეხმძიმედ. და ფეხმძიმედ არის, მაგრამ სახში ყავს უკვე ორივე სქესის წარმომადგენელი, ბავშვები, ანუ ბიჭიც, გოგოც, აი როგორც მე ანალოგიური. და აი რაღაც უნდოდა ვინ გეკითხება რომელი ერთი ურჩინე რომ ისიც შენის არჩენია რომელსაც არჩენს ჩემთანაც იყო აი ვისაც არ ეკითხება აი ზოგადად მაგ ადამიანს ყველაფერი ეკითხება ხოლმე მაგრამ აი იყო რა შემთხვევა რომ აი რო არ ამთავრებს მაგრამ გეუბნება რომ რაღაც გინდოდა ანუ რაღაცა რა თან იცის რომ მაგაზე რეაქცია გაქვს და არ გეუბნება ბოლომდე მაგრამ გითხრა აი მით ხო და უბრალოდ ასაკისამო მერიდა თორე უნდა მეკითხა რომ რომელ ერთი დააწვა ჩემი შვილი კისერზე კაი ხნის წინ იყო ეგ 1-2-3 თვის წინ იყო რა და ზოგადად ვიფიქრე მაგ თემაზე და ბევრს აქ მომენტი აი რაღა თუნდოდა ბიჭი ყავ გოგო რაღა თუნდოდა ვინ გეკითხე ხალ ძალიან ბევრი ვიცი რომ ჩემი საკუთარი სისხლდა ხორცი ვიცი რომ ბიჭიც აყავ გოგოც აყავ და ერთი სული აქვს რომ კიდე ყავდეს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ კიდე ყავდეს და გეგონება ომში ხმალა მოღებული მებრძოლი იყოს ისეთ ცდილობს რომ კიდე ყავდეს და ამ დროს რომ ამ ადამიანს ეტყვი რომ რაღაც გინდოდა
აი მხლით უნდა მოვაჭრა თავი. ვინ გეკითხება? როდის აქეთ მიუტანე პამპერსი და დაიღალე შენ იმაზე ზრუნვით. როდის დაგაწვა კისერზე. რაღაც კიდო. იმისი არ იყოს, ფეხბურთის გუნდი უნდა შევქმნა. ვა, გადამრევენ ეს ხალხი რა. ეს ხალხი გადამრევს. მონსტერა. ხოდა დიდად ეხა სალაპარაკო თემა რა, მაგაზე ვიდეოს იმასა ვაპირებ ახლა, მაგრამ არ შეიძლება ხახმა ვიღაცას თუ გაქვთ ეგეთი განცდა რომ ესე იგი რამდენჯერ ავიწიე და ეს მამლის ბოლო მაინც ამაქვს. რომ ვიღაცას უთხრა რაღა ფეხძიმე როა უკვე და რო უხარია და რო ღიმის ფეხძიმე თვარ და რო უხარია და ამ დროს ეთყვი აი რაღა დგინდოდა. აი რა ძალაგად. რა ვიცი მოვამრავლებ და გავყიდი მერე. წონით. გადავცვლი რა ვიცი, რა ვიცი. რახათ უნდა უნდოდა, რა კითხვა ხარ, აი რახათ გინდო, რა კითხვა. რაც მექნება იმას შეჭამს, იმას დალევს, იმას ჩაიცმევს, იქ იცხოვრებს. მაქსიმალურად ხო ვცდილობთ რომ შევუქმნათ, ყველა ცდილობს ხო იმას აკავდე რომ მივარო თვითონ შეეძლება რამე შექმნა. ბოლომდე მე ხო არ მოვარჩინო ხო სიტყვაზე ხო? ჩემ თავი შემოვლეს ყველას რაც მექნება ხო იმათვის არის, ზოგადად ყველას ეკრია. მაგრამ ეს რაღაც გინდოდა ვერ გავიგე, რაც ვი რაღაც მინდოდა. ხო და ეგ რაღაც გინდოდა არავის არ უთხრეთ. რაც ქვია რა რაღაც მინდოდა ხო ისე ველოდებით, ყველანი ისე ველოდები, აი რა ვიცი, ყველანი ხო ველოდებით, სისულელე რომელი უფრო მეტად ელოდება, აი ეგ რო ისე ვქნა, მაგრამ მე რო ველოდები არ ვიცი ისე თუ ვინმე ელოდება. აი ვერ აღვიქავ კიდე გუშინ ბაზრობაზე ვყურებთ იმ ჩასაცმელებს რა, ანუ ჩემ და არაფერი არ მიყიდია, გავიარე უბრალოდ. ამხელა შარვლებია ხალხნო. და ვუყურებ, ანუ შარვალი თუ ამხელაა, ნუ ტანიც ხო, ანუ ამხელაა ბავშვი. იმდენი ხანია, ანუ აბა ნინო 12 წელსა ხდება. ხო კი ვიცი რომ ბავშვი პატარა სისულელეს ვამბობ, მაგრამ აი კიდე რომ ვერ აღიქვავ, რომ ამხელა უნდა დაიჭირო ხელში ესეთი ერთი ბეწო, ესე ყველაფერი ერთად აქვს. და იმაზე რომ იტყვი რაღაც გინდა ლეკვია, კატა, აი ბეჯოლო თქვენ ხოლმე ის. კატები რომ მომიყარეს 4 კატა და რაღაცა რა უსუზად ხო არ გადავყრიდია რა და აი მაგაზე უთქვიათ, აი რაღაც გინდოდა, მაგრამ იმასაც ხო ვერ გადაყრი. ეზოში დაგიყარეს 4 მომაკვდავი კნუტი, ჯერ ლაპარაკი არა და ჭამა არ იცოდრე. და გავზარდე და აი რაღაც გინდოდა რომ აათრევდი, ეხლა ესე მითხრეს კი კაცო. რას მოვათრევდი? იმათაც ვერ გადავყრიდი და. ზოგს რავი ბავშვი ვერ აღიქვავენ რა. ძალიან ბევრი ვერ აღიქვავს. მუცლად ყოფი ბავშვი, რომ უკვე ბავშვია. მართლა ეგრეა. რომ კაი უკვე მუცელი გეტყობა და რაღაცა კიდე შეიძლება რომ აღიქვან. მაგრამ აი რო იგებ ახალი ფეხძიმე რო ხარ რაღაცა აი ის რა არ არსებობს რა დგინდა ლეკვიც არ არის რაღაცა, რავი, რა დგინდა. ხალხნო აი ქედან უკვე რო იგებ რო შენ ფეხძიმეთ ხარ, იმაში უკვე შენში მეორე სხეულია, მეორე სულია. რამხელა ბედნიერებაა. რა გინდოდა? მე როგორ მინდოდა მივსულიყავით ეს. ხო, მაგრამ არა ვქენი. მართლა ასაქსვეცი პატივით, თორე კაი პასუხს გავცემდი. არაფერი არ მითქვა, მოვტრიალდი და თბილისში მივდიოდი მე მგონი. ან თბილისში მივდიოდი, ან სკოლაში არა, უფრო თბილისში. ან სამსახურში, იმიტომ რომ კაი ხნის წინ იყო, ჯერ ისევ მუშაობდა. აი ქუჩაში რო შეგხვდება რა, რომ აი კი იცნობ, მაგრამ არც ისე რომ ვიღაც გითხრას რომ რა თქინდოდა.
რომელი მახლობელმა უნდა გითხრას ეგ და ვიღაცა ყვავი ჭყიკის მამიდამ გითხრა რა თქინდოდა. მაგრამ ვერ დავფიქრდი რამდენი არის ესეთი რომ რამდენი არა ამას რო ეუბნებიან. არ შეიძლება არაფრით. უკვე ჩემს ტერიტორიაზე ვზივარ. ხალიჩას უყურებ და ერთ საროჭკის მე დასუფთავდი საიტანს. აი იოანე რო წავა. ეხლა მეგონი 1 საათში უნდა წავიდეს მასწავლებელთან და მაშინ დავასუფთავ და მანამდე იქნებ მოვასწრო. ერთი ნახატი. ოკეი. იქრადევ ითელ პარკში. ეგ წასაღებია. კიდე უნდა გემწვანეც იქ არის. გორია წასაღები. ბოლოს არის და ბანკეტის ამბები ამ საროჭკების იმედით არის. როგორც შაშან ბათო. შაშადელი თურქეთი იყო მაგ საროჭკების იმედით. რაც შეეხება ბათუმის ფესტივალს, რომელიც ივლისის პირველ კვირაში არის, ნინოს ცეკვის ჯგუფს ეკუთვნის ეგ ამბავი, ძირითადმა ნაწილმა დავწერეთ, რომ ამჯერად ერთჯერადი წასვლა გაგვეკეთებინა. მაგ ყველაფერს მე მგონი პარასკევს სამხუთშაბათს ვეტყვით მასწავლებელს, უფრო პარასკევს და იმ პერიოდში წავალთ დილით, ადრე ალბათ და მოვალთ ღამე, ოღონდ მე არ წავალ. იმიტომ რომ იმ პერიოდში 24 საათი იჯდე, წადი, იქ ის და მოდი, შანსი არ არის ვერ გავქაჩავ. მარტო ჩემზე არ არის რა დამოკიდებული და. გუშინ ბარბარემ გამოთქვა სურვილი რომ მე გავყვებიო და ხან ბარბარეც მისახედია იმ ხელა გზაზე ხოლმე და. არა პრობლემა არც ის არ არის რომ არ დაუჯერებს და რაღაცა შანსი არ არის მაგისი. მაგრამ რა ვიცი, უფრო ალაშას ვფიქრობ, რა ვიცი, თუ ისე იქნება რომ მაგ პერიოდში ეცლება, იქნებ დილით გაყვეს და მოვიდეს. ნახოთ. მე პას, თუ წავიდოდით 5 დღეში წავიდოდი. მაგიტომ მე არჯერ არაფერს არ ავწერდი, რომ მეთქი მაქსიმალურად გადაწყვიტო მშობლებმა, რომ იქ არ გამოხტე, რომ აი მე მინდა წასვლა და წამოწავიდეთ. რას ქვია მინდა, უბრალოდ თუ ყველა წავიდო და მაგ შემთხვევაში არ გამოვაკლდები. და ფინანსებიც ხო საკმაოდ ის იქნება და წამნი 5 დღიანი ქობულეთი. სასტუმრო ქობულეთში და ბათუმში იყო ფესტივალი და ბათუმში რო დაისვენო, ისევ ჯობია რომ წახვიდე ისევ იქ, სადაც შაშან ვიყავით ანტალიაში. გეფიცებ. ბათუმში დასვენებას მილიონჯერ ჯობია წახვიდე თურქეთში, იმიტომ რომ იმ ფასად უფრო მაგარ აისვენებ იქ. ხო და ასე შემოკარგებო. წაველი ხა, თავს აღარ შეგანწყეთ. მივდგები. სანამ აი ეს მხასიათზე ვარ, რომ რა ქვია. ხა ვდგები და მთებს გადავდგავ, მაგ ხასიათზე ვარ. გუშინაც ვიყავი, სანამ ფეხბურთზე წავიდოდი მაგ ხასიათზე, მაგრამ მე რავი, ხასიათი წამიხდა. საკერავი მანქანის ის ყველაფერი დაბლა ჩავიტანე, საკეიფო ოთახს რო ვეძახდი, იქ ამაქვს საკერავი მანქანა, რომ იქ უნდა მექნა გუშინ და აი თუ ეს ერთი ნახატი დავხატე, მე შეიძლება ჩავიდეთ და შევკეროთ. ესე იგი შესაკერი მაქვს ისინი, რა ქვია მაგებს, პილიონკები, შესაკერი მაქვს ჩემი ძალს რო გამოტანებული აქვს, ის უნდა შევკერო, ივანეს შარვალი უნდა შევკერო და მეორე ივანეს შარვალი. კი უნდა შევკერო, რაღაცები აქვს დაზიანებული და უნდა ხო და სანამ ლაშა საკუთარ კომპიუტერს მომიტანს, თავის კომპიუტერს. მანამდე ეგ საქმე გავაკეთოთ. იცი რა მინდა, პილიონკები შევკერო და გავრეც, ხო? მე ალბათ ამ პერიოდში წავალთ
და კამოდს ავარჩევ, კამოდის ტიპის რაღაცა მინდა ვიყიდო. სადაც სულ გაბრიელის ნივთები იქნება ჩალაგებული. გაბრიელი. ვერავე ხო კიდე რომ ჩვენს ოჯახში პატარა მოდის გაბრიელი. ჯერ ხო ამ ამბავმა დააყენა ყირაზე, სულ კაი გაგებით ყირაზე ეს ამ ამბავმა ჩემი ცხოვრება და ჩვენი ყველას. მაგრამ აი რეალურად რო აღმოჩნდებით კიდე იმის მაგის წინაშე, აი მაშინ უფრო ნამაგარი იქნება. და ამ დროს ვიღაცა გავახდები მედგინონ. რა ვიცი, რო დაკეთოს. წაველი ხალხი. გავაკეთოთ საქმე, მაინც ჩვენი გასაკეთებელია. რა მნიშვნელობა აქვს როგორ მდგომარეობაში ვართ? აბა ჰე, მაგრად იყავს.